მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში დაიწყო გადაცემა შუოთხე ქუთაისში. მე გახლავართ მისივე წამყვანი ნანა თავდორაძე. ძალიან მიხარია რომ მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო თქვენთვის და ვუმასპინძლო ძალიან კარგ ადამიანს გადაცემაში სტუმრად, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა მაკავშირებს. ზაალ ხონელიძეზე მაქვს საუბარი. მოგესალმები ზაალ, გამარჯობა, თავს როგორ გრძნობ, როგორ ბრძანდები? მეც ჩემი მხრივ გამარჯვებას მოგიძვნით და მიხარია რომ ისევ ერთად ვართ, ისევ ჩვენს ულამაზეს შოუს ვუძღვებით და კარგად გრძნობ თავს, ნორმალურად, ადამიანურად გრძნობ თავს. ძალიან კარგი. როცა ადამიანის იერსახით დავიბადეთ და თუ ადამიანურად გრძნობთ თავს და ის თვისებები გვაქვს, რაც ნამდვილ ჭეშმარიტ ადამიანს უნდა ახასიათებდეს და არ დავკარგავთ აი ამ სახეს, ფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. როგორი იყო 2024 წელი თქვენთვის? 2024 წლის განმავლობაში ბევრი კარგი ხდა და ბევრი ცუდი, მაგრამ მინდა რომ 2025 წელი იყოს 2024 უკეთესი. პოზიტიური ვიდრე 2024 იყო და დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნება. ზაალ, მე არ ვიცი ახლა ჩვენს ძვირფას ტრადიციას, რომელსაც რამდენიმე წლიანი ისტორია ჰქონდა, დავაბრუნებთ თუ არა სისტემატურად პირდაპირ ეთერში, მაგრამ ძალიან კარგი იქნება და პირადად მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ესე პერიოდულად შევიკრიბებით და არაერთ საინტერესო ფილმს განვიხილავთ. აუცილებლად შევიკრიბებით დარწმუნებული ვარ და პერიოდულად. ბუღალტრული აღრიცხვა მე არ გამიკეთებია, რამდენი ფილმი დააგვიგროვდა. ძალიან ბევრი. ფიქრობ, რამდენიმე ასეული, ან ბევრი ასეული არა, მაგრამ ნუ ბევრია. ნუ რაღაც გვეთქმის. ხო, ჩვენი სიტყვა ვთქვით აი ამ სფეროში. მაგრამ თუ გიფიქრია და გქონია სურვილი, რომ გეცხოვრა ისეთ სამყაროში, სადაც ტყუილს არ იტყოდნენ. ნამდვილად რეალურად მიგაჩნია ახლა ეს 21 საუკუნის მიმაჩნია რომ შეიძლება ასეთ სამყაროში ცხოვრება და გულწრფელ სამყაროში ცხოვრება გარდა იმ მომენტებისა თუ არ ჩავთვლით აი იმ მომენტებს როცა უწყინარი ტყუილით შეიძლება ადამიანები გაამხიარულონ ან თუნდაც იმედი ჩაუსახო. ანუ თავად იყენებ ხოლმე ეგრეთ წოდებულ უწყინარ ტყუილს, რადგან ხოტბა სასწრაფო. კი, მომიტყუებია მაგალითად ხელფასების ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ ადამიანებს ვატყუებდი. რომ მე ჩამერიცხა თქვენ რატო არ ჩაგერიცხათ და მე აზრდებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ჩაერიცხათ ხელფასი და მათ აბულინგებდნენ. მოსაწონის აქციელი ახლა ეს ყველაფერი. ნუ ხიარულობდით და მე ამან ერთხელ გაჭრა და მეორეჯერ უკვე აღარ მიჯერა. სახელის გადახვას, თავის გადახვას ჯობსო, ალბათ დასტური არის ეს. მაგალითად, ფილმი, რომელიც დღეს უნდა განვიხილოთ, მე შევარჩია და ტყუილის გამოგონება ეწოდება. ესეთი რაღაცნაირი. არ ვიცი, რამდენად პოპულარულია საქართველოში ეს ფილმი, მაგრამ ვინც გვიყურებს ან შემდგომ გადაცემის ჩანაწერს იხილავს, თუ კი არ უნახავს, ფიქრობ, ერთჯერადაც სანახავად არც არაფერი დაშავდება რა. ქრონომეტრაჟი არ არის ძალიან დიდი და არ მოიწყენენ მოკლედ. ღირს ხო? თქვენც პირველად ნახეთ გონი. მეც პირველად ვუყურე და ძალიან კარგი ფილმია, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგებში სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. მაგალითად, ერთ-ერთ რეიტინგში 6 და 4, სხვა რეიტინგში 8 და მეტი და ასე შემდეგ. ამიტომ რომელს უფრო იმსახურებს, როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ვფიქრობ, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით ძალიან კარგ და ღირსეულ შეფასებას იმსახურებს. ერთი შეხედვით შეიძლება რაღაც იუმორისტულ ჟანრში გავუშვათ ეს ფილმი, მაგრამ ძალიან საინტერესო გზავნილები აქვს. ყველაფერი შეიძლება გადმოვცეთ იუმორისტულად, რაც სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ რა თქმა უნდა, იუმორში 80-90% სიმართლეა და რაღაც შელამაზებულად ითქმება ხოლმე აი ეს სიმართლე. ამიტომ ეს ფილმი არის კარგად გააზრებული, მოკლე ქრონომეტრაჟში ჩატეული, ბევრი სასიკეთო საკითხებით დატვირთული. ამიტომ ეს ფილმი ფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს და ბევრ საკითხზე დაფიქრდება. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ისეთ ფილმებს ვირჩევთ ხოლმე, რაც ადამიანური ურთიერთობებთან არის დაკავშირებული და ყოველდღიურობას გაგვიუმჯობესებს. ამიტომ ეს ფილმიც არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ ადამიანებმა სიკეთით და სიყვარულით უნდა იცხოვრონ. თუნდაც შეიძლება ტყუილიც თქვა. კარგი, მაგებზე შეგვიძლია ვიდებატოთ მოგვიანებით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ფილმები გვაკეთილშობილებენო, რაღაც ყოველ ფილმში შეიძლება ვიყოთ საინტერესო გზავნილი და ვისაც ალბათ ფილმის ყურება უყვარს, დროსაც პოულობს, ხო, შესაძლოა სურვილი გქონდეთ, მაგრამ
არ გაგვიხილავს ბევრი ცნობილი ფილმი, ნაკლებად ცნობილი ფილმი და ძალიან მიხარია რომ დღესაც შეგვიძლია ვისაუბროთ. ფილმის მოკლე სიუჟეტი რომ ვკითხოთ. ვინ არიან ფილმის მოქმედი პირები, სად არის მოკეთეს სიუჟეტი, სად ვითარდება? ხო, ეს ფილმის სიუჟეტი ვითარდება ერთ-ერთ ქალაქში, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უბრალოდ შეძლებაზეც არ არის. არ იციან რა არის ტყუილი. აი მაგალითად როგორც მობილური ტელეფონი არ იცოდნენ აი ამის გამოგონებამდე როგორი იყო, ისე არ იციან რა არის ტყუილი. მაგრამ ყოველ რაღაც ეტაპზე ადამიანის კაცობრიობის არსებობის ეტაპზე რაღაც გამოიგონეს. ასე გააკეთა ამ ადამიანმაც. ქალაქი არის, სადაც პირდაპირ ეუბნებიან ერთმანეთს, რასაც ფიქრობენ და მე ვფიქრობ, რომ ყველა გარკვეულწილად ამით ბედნიერია. ჩვეულებრივი დღე არის მათი, როცა ყველაფერს ერთმანეთს პირში მიახლიან და ეტყვიან პირდაპირ. რომ მაგალითად ერთმანეთი ეზიზღებათ, ერთმანეთი უყვართ და აი ამ ხრივ ძალიან სასიამოვნო ფილმი არის ჩემთვის, რომ შეიძლება თან ვიმხიარულოთ და თან ბევრი სიმართლე გავიგოთ და თან ბევრ საკითხზე დავფიქრდეთ. კარგი, რაზე დაგაფიქრა ამ ფილმმა შემაჯამებელ ნაწილში ვისაუბროთ, თუმცა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სასწავლო დაწესებულებაში მუშაობთ, პედაგოგი ბრძანდებით და დილით გვხვდება თქვენი ჯარი, უზღვავი მოსწავლეები და მოგახლიან ყველაფერს პირში, რასაც ფიქრობენ. თუ მზად არ ხარ, თუ ეს რაღაც სისტემატური ხასიათი რო გქონდეს ჩვეულებრივად შეიძლება. ხო, ალბათ პირველად ეს შოკი იქნება ადამიანისთვის, ან ადამიანსაც გააჩნია, ვისთვის იქნება ეს შოკი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სიმართლე არის საზოგადოების გაჯანსაღების აუცილებელი წამალი და სიმართლე უნდა თქვას ყველამ, რომ ქვეყანაც, საზოგადოებაც იყოს ჯანმრთელი. ამიტომ მე ვერ ხედავ ვერაფერს პრობლემას, რომ უკეთეს ადამიანებად ქცევაში გვეხმარება სიმართლის თქმას. თუნდაც ჩვენ ყოველდღიურად გვითხრან სიმართლე იმ ადამიანებმა, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს და უნდა გვითხრან. გამარჯობა, ნანა, მე მეზიზღები, ანუ ზალ, გამარჯობა, მე ვერ გიტან. ახლა შეხედეთ. რაიმე საჭიროებას წარმოადგენს, მე შევხვდი ადამიანს და ვუთხრა მიყვარს თუ არ მიყვარს. ხო, ეგ ახლა ამ ფილმში ოდნავ უტრირებულია, რადგან ვიღაცას ვიღაცა არ უყვარს. მაგრამ აი, როდესაც ადამიანი დაფიქრდება, იმის შემდეგ რაც ეტყვის სხვას, რომ აი გამარჯობა, დილამშვიდობის მე შენ მეზიზღები. ანუ იმაზე დაფიქრდება, რატო ეზიზღება. და აი ამ ზიზღის მიზეზს, როცა ჩაუღრმავდება, უკვე აღარ ექნება ჩემი აზრით ამის საფუძველი და ან თვითონ აღმოფხვის საკუთარ თავში, ან სხვაზე იზრუნებს, რომ მან აღმოფხვას, რომ აღარ ეზიზღებოდეს. კარგი, ვინ არიან ფილმის მთავარი მოქმედი პირები? მთავარი მოქმედი პირი არის სცენარისტი მარკ ბელისონი, რომელიც ნაქირავი ბინაში ცხოვრობს და აქვს უამრავ ადამიანთან ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ არის სცენარისტი. აქვს ურთიერთობა პირველ რიგში თავის თანამშრომლებთან, ოჯახი არ ყავს, ყავს დედა, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობს და აქვს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც მაგალითად გზაში სიარულის დროს ყოველდღე ნახულობს. ან შეიძლება პირველად. კი ბატონო. საკმაოდ წარმატებული სცენარისტი არ არის, არც ფინანსური მდგომარეობით, სტაბილურობით გამოირჩევა. არის ზედმეტად სიმპათიურია. ხო, ბევრი დამაბრკოლებელი ასპექტია მის ცხოვრებაში. და საინტერესოა სახელი აი იმ დაწესებულების, სადაც ის მუშაობს. ეს დაწესებულება არის საუკუნეები და ფილმები. საუკუნეები, სადაც გარკვეულ ფილმებს იღებენ სხვადასხვა სცენარის მიხედვით, მაგალითად მე-12, მე-13, მე-14 საუკუნეებში რა ხდებოდა და როგორ არის იქ ყველაფერი ჩამოყალიბებული და აი ამ კონკრეტულ ადამიანს ერთი საუკუნე შეხვდება და იქიდან უნდა მოამზადოს ყველა ის ინფორმაცია და აი ამ სცენარზე დაფუძნებული ფილმი გადაიღონ შემდეგ. და კარგ რაღაცასაც მოიფიქრებს ცოტა ფილმის შუა ნაწილში. ცოტა მოგვიანებით კი, მაგრამ თავიდან ვერ ვიტყვით, რომ ის წარმატებული ადამიანია, ბილიდან აგდებენ, მას არ აქვს საშუალება რომ გადაიხადოს $800 და აქვს რეალურად $300 და ზუსტად აი აქედან იწყება საინტერესო ისტორია, როგორ გამოიგონა მარკმა რაღაც სიახლე, რომელიც იმ ქალაქის რეალობაში ფაქტიურად არავისთვის არ იყო ცნობილი. კეთილი. როგორ ფიქრობ, რატომ მიიღო
დირექტორმა გადაწყვეტილება გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. ეს განაპირობა თუნდაც იმას, რომ თანამშრომლებსაც არ უყვარდა ზედმეტად, ამდენად ცუდი სცენარისტი იყო, თუ აი ერთი შანსი რატომ არ დაიმსახურა, როგორ ფიქრობ? იქ წინაპირობა დიდად არ ჩანს ფილმში, რისთვის აპირებენ რომ გააგდონ მაგრამ მარტი. იცის ხო ლივჩი შეხვდება სამსახურიდან, მაგრამ იცის წინასწარ რომ გააგდებენ. სავარაუდოდ ის არც კარგი ურთიერთობებით დაიკვეხნიდა თანამშრომლების მიმართ და ისინიც საპირისპიროდ და ვერც დიდი ნიჭიერებით. ან შეიძლება საერთოდ მოტივირებულიც არ იყო ეს ადამიანი, რომ რაღაც ახალი და კარგი შეექმნა და აი ამ პერიოდში მას წამოეწია დირექტორის ხელმძღვანელის ბრძანება, რომ ის აუცილებლად გათავისუფლდებოდა. თუმცა რამ გამოიწვია ეს ყველაფერი იქ არ ჩანს. მაგრამ ჩვენ ჩავღრმავდეთ იმ მომენტს, რომ ადამიანს გაჭირვების მომენტი დაუდგა და იმ გარდამტეხ მომენტში მან რაღაც სიახლე გამოიგონა და მოიგონა. თქვენ თქვით, რომ მარკი სავარაუდოდ დიდი ესე რომ ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობითო არ გამოირჩეოდა თანამშრომლებთანო, მაგრამ ჩვენ თუ დავაკვირდებით, იქ ძალიან კარგად ჩანს და მე არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც მარკი ვინმეს რაღაცას ეუბნება, ცუდ კომპლიმენტს. ხო, არა. თავად მარკისადმი არიან უარყოფითად განწყობილები. ძირითადად რაღაც თავმდაბლურ ნოტაზე არის. ხო და შეიძლება რაღაცა გაგებით ეკიდება ამ ყველაფერს. მე მგონი არა უფეთქდებით ხო? იმით დავიტოვებ ყოველ შემთხვევაში. და მარკი მე ვფიქრობ, რომ არის უბრალო ადამიანი და ალბათ მისი ეს ტიპაჟი არ მოსწონს მის თანამშრომლებს. ანუ თავიდანვე განსხვავებულია? ხო, რაღაცნაირად არ არის ისეთი აქტიური, როგორც შეიძლება ყოფილიყო მაგალითად სხვა პერსონაჟი, რომელიც დაიკვეხნესო ძალიან ლამაზია, ძალიან სიმპათიურია, ძალიან ენერგიულია, იდეებით ახსავსი ადამიანი, რითაც მარკი ვერ დაიკვეხნის. ამიტომ შეიძლება ამის გამოც დაუდგა მას კრიზისი. კეთილი. და ის როცა აფრთხილებენ რომ ან $300 გამოიყენე იმისათვის რომ გადაადგილო თქვენი ავეჯი სახლიდან ან $800-იო, მიდის ბანკში და იქაც როგორ რაღაც სანდოობაზე არის დამოკიდებული, აი ძალიან კეთილ განწყობილია და მოხდეს, ხო? ძალიან კეთილ განწყობილი. რა ხდება ახლა ჩვენთან? იგივე რო ხდებოდეს, იგივე სიტუაცია რო ქონდა. არა, უბრალოდ გადაამოწმებენ ამას და აღარ მისცემენ იმ თანხას. მე მეტი ვერაფერი ვერ მოხდება უბრალოდ, მაგრამ იქ ჩანს ადამიანის მენტალიტეტი. იქ ხომ არავინ არ იცის ტყუილი როგორია. იქ ხომ ერთმანეთს არასოდეს არ ატყუებენ. ამიტომ ეს უტოპიური გარემო გვაჩვენებს, რომ ადამიანმა შეიძლება რაღაც ახალზე იფიქროს. ხო, აი ამ ბანკში თანამშრომლის სახეს დავაკვირდეთ, მოდით როგორია ის აბსოლუტურად კეთილ განწყობილი არის იმ ადამიანისადმი, რომელიც მივიდა რომ თანხა მოხსნას. და რადგან მარკს გაუჩნდება იდეა, რომ თქვას, რომ $300 ნაცვლად $800 აქვს, არ ვიცი ამან შეიძლება სხვა ადამიანებზე არ იმოქმედა სხვა ეროვნების ადამიანს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით შუბლის ძარღვის შესახებ. ზუსტად შუბლზე გადავა ოპერატორის მზერა და ტვინის უჯრედებში შევდივართ და იქ რაღაც გარდაქმნა ხდება აი ამ ადამიანში და მოაფიქრდება, რომ ტყუილი თქواس. მაგრამ ეს უნებურად ხდება, რა თქმა უნდა, მას ეს გამიზნული არ ქონია, მაგრამ უნებურად ყველაფერი როცა მოხდა, ეს იდეა მოეწონა და დიდი ხნის განმავლობაში ეიფორიაში იყო მარკი, რომ რა მოხდა, როგორ, რანაირად და მე გაასიგრძეგანა, რომ ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სასიკეთოდ მოტრიალდეს. ხოლოდ მამაკაცი რამოსატანი იქნებოდა ფილმში თუ არა ლამაზმანი ქალი, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება, ძვირად ღირებული 60-ით არის შემკობილი, ასევე უყვარს ბოკალი ღვინო, ძვირად ღირებულ რესტორნებში სადილობს და მარკიც ეტრფის შორიდან. თუმცა გოგონა ფიქრობს, რომ მისი გენეტიკისთვის მარკი არ არის საკმარისი, მას არ სურს მსუქანი შვილები და ასე შემდეგ და მოკლედ ვინ არის ეს გოგონა და როგორ დაახასიათებ ამ პერსონაჟს? იმ სამყაროს მოცემულობით, არა ჩვენი კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა. ხო, იმ სამყაროში, სადაც ისინი ცხოვრობენ, იმ ქალაქში, აბსოლუტურად გულუბრყვილო, თავისი მოთხოვნილებებით ახსავსე ქალბატონი არის ჯენიფერ გარნერის პერსონაჟი, ანა მაკდუგლასი. და მას აქვს თავისი
მოთხოვნილებები, მაგალითად, რომ კარგი ტანსაცმელი ჰქონდეს, კარგი გენეტიკის მქონე მამაკაცს შეხვდეს და მასზე დაქორწინდეს, რომ ლამაზი შვილები შეეძინოს და სწორედ აი ამიტომ იწუნებს ჩვენს მარკს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეტერფის ჩვენს ანას. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გაშარჟებულია სიყვარულის ზოგადად როგორც ფენომენი, ასევე ადამიანის მოთხოვნილებების რაღაც ჰორიზონტი. რამდენად შეიძლება ადამიანი შეზღუდული შეიძლება იყოს თავის მოთხოვნილებებში და ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს. აი ზუსტად აი ამ პერსონაჟზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა ადამიანს აბსოლუტურად თავისებური მოთხოვნები აქვს ცხოვრებისადმი და ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად იკმაყოფილებს აი ამ მოთხოვნილებებს. ამიტომ ძალიან საინტერესო პერსონაჟი არის ანა და ანა არის ეტალონი რაღაც კონკრეტული საზოგადოებისა, სადაც მოჭრილი, დალაგებული, დავარცხნილი სურვილები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს. მართალია, მარკი ვიზუალურად არ მოსწონს და არ მოსწონს კიდე მისი ფინანსური პრობლემები და რა თქმა უნდა, ეუბნება კიდეც, მაგრამ მასთან თავს გრძნობს კომფორტულად. კი და მეგობრად მიიჩნევს. გრძნობს. ხო? კი, ძალიან კომფორტულად და მეგობრულად გრძნობს, მაგრამ ერთი მომენტია იქ, რომ მისი ფიზიკური მონაცემები არ აძლევს გასახანს ჩვენს ანას, რომ ეს კაცი შეუყვარდეს. გასაგებია. ამასობაში მარკმა პირველი ტყუილი თქვა. პირველს მეორე მოსდევს. მე შეჩვევაშია ყველაფერი გადაიზარდა. აი როგორ ვითარდება მისი ცხოვრება? აქ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რომ მარკი არის კეთილი ადამიანი. ძალიან. კეთილშობილი ადამიანი, რომელიც იმ ახალ გამოგონებას, რასაც ტყუილი ჰქვია, ადამიანების სასიკეთოდ იყენებს. მოდით ახლა დავაკვირდეთ აი ამ ადამიანის მენტალიტეტს. ყველას გაამხიარულებს, ყველას იმედს ჩაუსახავს. პირველ რიგში დედას ეტყვის, რომ გამოსამშვიდობებელი სიტყვის დროს დაამშვიდებს, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ის მიემგზავრება, ყველაფერი კარგად იქნება და რეალურად ამას გაიგონებს სხვა ადამიანები და სხვა ადამიანებსაც ჩაესახებათ იმედი, რომ საიქიოში ყველაფერი რიგზე იქნება და ყველა სურვილი და ნატურა აუხდებათ და ეს ცხოვრებისეული რუტინა არის დროებითი სამყოფელი ადამიანებისათვის. მე დავაკვირდებოდი ამ ფილმის სცენარს, რომ აბსოლუტურად ყველა მომენტი ადამიანურად შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანს ჰქონდეს, ყველა მომენტზეა საუბარი. ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რელიგიურ ასპექტებზე და ზოგადად ადამიანების ურთიერთობებზე და აი ამ ხრივ ვფიქრობ, რომ ეს ტყუილი რაც მარკმა გამოიგონა, ყველანაირად შეიძლება იქნას გამოყენებული სასიკეთოდ და უარყოფით თვალსაზრისით შეიძლება შევხედოთ აი ამ მომენტს. ადამიანები შემდეგ, მოკლედ, განვიხილოთ მარკის აი ფსიქოპორტრეტი იქამდე სანამ აი არის მარკი, რომელიც არის არასასურველი და ძალიან პოპულარული მარკი. ფაქტიურად არ იცვლება რა უარყოფითისგან. რჩება ისევ თავმდაბალი, მეგობრული, ანუ მასე პოპულარობა თუ კი არიან ადამიანები, ვისაც სუდად მოქმედებს და მეტი ჩრობაში გადაეზრდებათ, ხოლმე მარკი არის ის, ვინც იყო. ხო, ძალიან სტაბილური ადამიანია. აი ეგ არის განსასაზღვრი, რადგან ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს პოპულარობა, სიმდიდრე და სხვა ისეთი მომენტები, რასაც შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ცხოვრებაში. რეალურად ეს ფილმი რიკი ჯერვაისმა გადაიღო თვითონ და თვითონ არის მთავარ როლში. და ის იყო ამ დროს 48 წლის და ასრულებდა 40 წლის ადამიანის როლს, სადაც ის ამბობს, რომ 40 წლის ვარ და არანაირად უზრუნველყოფილი არა ვარ. არც ოჯახი მყავს, არც ფული მაქვს და ასე შემდეგ. მასაც გარკვეული კრიტერიუმები ჰქონდა ცხოვრების მიმართ, რაც აბსოლუტურად ვერანაირად ვერ შეასრულეს ყველაფერი და ვერ დაიკმაყოფილა თავისი მოთხოვნილებები. მაგრამ ის მიხვდა საბოლოო ჯამში, რომ ადამიანები შეიძლება აცხოვრო ილუზიებში. ის ადამიანები, ვინც მაგალითად შეიძლება ზედმეტად გულუბრყვილოები არიან,
ან შეიძლება იმ ადამიანების შესახებ ვისაუბროთ, ვისაც უნდა რომ დაიჯეროს სხვისი მონაყოლი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა მარკის მსგავსად არ მოიქცეოდა. და ბევრ უარყოფით საქმეში დააბანდებდა აი ამ თავის ბრჭყალებში ნიჭიერებას. მაგრამ მოდი ახლა დავფიქრეთ, თუ მარკი ამ ყველაფერს უარყოფითად გამოიყენებდა, სხვა ადამიანების დაიწყებდნენ მოტყუებას და უკვე როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, აღარ იქნებოდა ეს შოკი არავისთვის. ამიტომ ეს ფილმი არის პატარა ცხოვრებისეული ნოველა, რომელიც შეიძლება ყოველდღიურ მაგალითად გამოვიყენოთ და ყოველდღიურ ურთიერთობაში გადავიტანოთ საზოგადოებასთან აი რაღაც საკითხების განხილვას. კარგი ზაალ. ნახეთ, როცა მარკის რაღაც ტრანსფორმირებაზე საუბრობთ, ერთ-ერთი მგონი რაც შეიცვალა, ეს არის უფრო თავდაჯერებული ღიმილი გადაჰკრავს სახეზე. და ესე თავდაჯერებული და უფრო განათებული და თავისი გამარჯვება. და ესე მიაშურებს იმ სამსახურში, საიდანაც დაითხოვეს და მიდის სცენარით და იქ კიდე როგორ ატყუებს გოგონას, რომელიც უფროს არც არის, მაგრამ დაურეკე და შეუთანხმდიო. ანუ ძალიან მარტივად შეისწავლა ხო იმ ადამიანების ფსიქოპორტრეტიც. კი, ძლიერი არის ამ მხრივ, რადგან თვითონ სცენარისტი არის, იცის ადამიანების ხასიათი და იცის დანარჩენი საზოგადოება როგორია. ამიტომ ის ადვილად ზემოქმედებს თავის თანამშრომლებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მაგალითად ლანძღავდნენ მას და შემდეგ უკვე ის საზოგადოებას მოევლინა როგორც მესია და გადამრჩენი და თვითონ აი ამ დაწესებულებას უკვე მისი სცენარების მიხედვით მართავენ, ის არის წამყვანი სცენარისტი და იმასაც დავაკვირდეთ, რომ აი ადამიანებმა მისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად შეცვალეს. თუ რამდენიმე ადამიანს არ ჩავთვლით და უფრო პოზიტიური დამოკიდებულება გამოავლინეს. მოდით ახლა ეს ჩვენ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ და ადამიანი თუ კი რაიმეს მიაღწევს კარიერულად ან ეკონომიკური თვალსაზრისით, მას უფრო მეტი მეგობარი ჰყავს ბრჭყალებში. მაგრამ რეალურად ხო მეგობრები ასე ვერ გამოჩნდებიან და ასე ადვილად მოსაძებნი არ არის. აი ამ ადამიანების გარკვეული კატეგორია ვერ გახდება შენი მეგობარი. მაგრამ იქ კარგად ჩანს ჩვენი საზოგადოების მანკიერებები. მანკიერება, რომელიც გიბიძგებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შეიძლება არ მოგწონდა 2 დღის წინ იძულებული ხარ რომ მოგწონდეს. ან თუნდაც საზოგადოების აზრს დაემორჩილო და უმრავლესობა რასაც ფიქრობ, შენც ისე იფიქრო. ხო, ანუ მარკი რომ მარტოსული დარჩა, ამას კარგად ხედავთ იმ ეპიზოდში, როცა უკვე დედის აფლავზე მიდის და იქ სავსებით გულწრფელია, რომ როგორ მარტოსულად გრძობს თავს და ფაქტობრივად მისთვის არც არაფერი არ შეცვლა, გარდა იმისა, რომ დედა აღარ ყავს. კი და ის უყვება, რომ რეალურად ეს ყველაფერი მისთვის გამოიგონა, მისთვის შექმნა და ეს საზოგადოება, ვინც მას უსმენდა, კრიტიკულად განეწყო მის მიმართ გარკვეულ მომენტში, როცა პიცის ყუთებზე ეწერა ეს 10 მცნების მსგავსი პოსტულატები, რაც მან ჩამოაყალიბა და საბოლოო ჯამში ის თავის თავს გამოუტყდება და ვთქვათ არა დედას და ეუბნება, რომ ეს ყველაფერი მან გამოიგონა. თუმცა გამოიგონა ადამიანების დასამშვიდებლად. ნუ არავინ დაურიგებდა მათი გვილებს, ხო? დიახ, და ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში მშვიდად იქნებოდნენ და იმ ქვეყნიური ცხოვრებისთვის მოემზადებოდნენ. ამიტომ მარკი აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, ვინც ხევზე გამჭრიახი იყო. თუმცა მას არ ცხვენი არც რეალობის აღიარება, რომ ის მატყუ არა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში და არც იმის რცხვენია, რომ აღიაროს თქვა თავისი დანაშაული. ამასობაში კი ჩვენი ულამაზესი ანა ეძებს ისევ და ისევ მამაკაცს, რომელსაც კარგი გენეტიკა აქვს, კარგად გამოიყურება, ფინანსურადაც სტაბილური არის მისი მოცემულობა, მაგრამ მეგობრობს ჩვენს მთავარ გმირ მარკთან. და რაღაც ჩემი აზრით კიდევ მის მეგობარ. ხო, ამ პერიოდში უკვე ქონდა გრძნობები, მაგრამ იმდენად შეუფერებლად მიიჩნევდა, რომ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა. დედისგანაც არ ქონდა მხარდაჭერა მარკთან მიმართებაში. აი აქ ზუსტად არის მომენტი, როცა ადამიანი შაბლონურად შეიძლება აზროვნებდეს, რომ ვიღაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვიღაც სხვაგვარად უნდა გამოიყურებოდეს და
ეს არის გაშარჟებული აი ამ მომენტში, რადგან ვერავინ ვერ განსაზღვრავს იმ მომენტს, ვისთან უფრო კარგად იგრძნობს თავს. და ჩვენს რეალურ ცხოვრებაშიც კარგად წარმოჩინდება ეს, ვინ შეიძლება გვეგონოს, რომ არის დიმიტრი გელოვანი და სამაგალითო ადამიანი, ის შეიძლება არ აღმოჩნდეს და პირიქით. ვინ შეიძლება არ მიგვაჩნია სათანადო ტიპაჟად, სწორედ მან შეიძლება გვაპოვნინოს ის სულიერი სიმშვიდე და ის სიყვარული, თუნდაც ეკონომიკური მდგრადობა და ასე შემდეგ, ყველაფერი, რასაც სხვა განვეძებდით. ამიტომ ეს ფილმი თითქოს კომედია, თითქოს სატირა, მაგრამ ბევრ ისეთ საკითხზე დაგვაფიქრებს, რაც შაბლონურ აზროვნებას უკავშირდება და ზუსტად ეს შაბლონების მსხვერპლ არის და ამ შაბლონებზე კიდევ ერთხელ დაფიქრების საშუალებას გვაძლევს. გვაიძულებს, რომ დავფიქრდეთ იმ კონკრეტულ სტერეოტიპებზე, რაც საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული. კარგი, სიყვარულის ძალაზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ, რასაკვირველი ამ ასპექტში თუ დამეთანხმებით. აი, როცა შემოდის უკვე ეს სიმპათიური ბიჭი, ვისთანაც მიდის ანა პაიმანზე, ესე ძვირადღირებულ რესტორანში და იქ მცირე პორციას აკვეთინებს, იმიტომ რომ ანუ წონაში მოიმატებ, დაბერდები, ასეთი ლამაზი არ იქნები და ამ დროს მიდის მარკთან და იგივეს უმეორებს, მაგრამ მარკი ეუბნება, რომ თუ კი ეს მოხდება და ლამაზი არ იქნება, მაინც ეყვარება. ანუ რამდენად დიდი სხვაობა სიყვარულსა და რაღაც გენეტიკურ გარიგებას შორის, რომ ლამაზი შვილი ყავდეთ. თუმცა ესეც არ არის გარანტი, როგორც თქვი, არ არსებობს გარანტიები სამყაროში. საბედნიეროდ ეს რეალურად ცხოვრებაში ასე ხდება. კარგი დავარცხნილი და ულამაზესი ადამიანები არ აღმოჩნდებიან ხოლმე ისინი, ვინც შეიძლება ჩვენ გვეგონა ოდესმე და რაღაცას, რასაც ვეძებთ, შეიძლება ვერ ვიპოვოთ. და ბევრი აი ესეთი მომენტი შემხვედრია რეალობაში, როცა ადამიანები ელოდებიან უიმედოს სიყვარულს და ისინი საბოლოო ჯამში მაინც როგორც მარკი ელოდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, მაინც პოვებენ ამ სიყვარულს და ეს happy end-ით დასასრული მოსალოდნელი იყო აი ამ ფილმის სცენარიდან გამომდინარე და ზუსტად აი ამ გზაზე დაშვებულ შეცდომებზეა საუბარი აი ამ ფილმში და კარგად არის ნათლად წარმოჩენილი, როცა ადამიანი მიდის რაღაც ნაბიჯებს გადადგამს და თუნდაც ის შეცდომა, როდესაც ეს ადამიანი, რომელიც უფრო კარგად გამოიყურება და უფრო უზრუნველყოფილია, მოეწონება ანას. თუმცა საბოლოო ჯამში ხვდება, რომ იქ არ არის ბედნიერება და სხვა რაღაცაში არის ბედნიერება იმ ადამიანში, ვინც თვითონ უნდა მოეწონოს, არა შაბლონებში ჩაჯდეს, არამედ თვითონ საკუთარი გონების მობილიზება მოახდინოს და თვითონ უნდა მოეწონოს. ასე ვართ ჩვენც რეალურად. ჩვენ თუ მოვინდომებთ ადამიანი თუ რაღაც საქმე მოგვეწონება, თუ არ მოვინდომებთ, არ მოგვეწონება. ამიტომ აქ ადამიანის ხასიათზეც არის საუბარი და რეალობაში მე ბევრი ასეთი ისტორია მინახავს, როცა თუნდაც გათხოვდებიან, ან თუნდაც სხვა ადამიანს აერჩევენ, მაგრამ მე სხვა ადამიანებთან რჩებიან რეალობაშიც ახლა უფრო მეტს ხვდები, რაც უფრო ასაკი მიმატება და მინახია ბევრი ასეთი ადამიანი. საკურთხეველთან ხედავთ ანას, მის წარმოსახვებში ოცნების მამაკაცთან ერთად, მაგრამ მარკსაც დაპატიჟებს საკურთხეველს. ანუ ვერ ელევა ამ ადამიანს. ხო, რაღაც კუთხით მაინც მოსვენებას არ აძლევს. ანუ და ის ეპიზოდიც უნდა გავიხსენოთ, როცა მარკი შედარებით გრძელთმაში დახვდება და გირეკავდი და არ მპასუხობდიო. ანუ მარკი უკვე დისტანცირებას ცდილობს, მაგრამ ანას ქვეცნობიერში, როგორც ვხედავთ, მარკი ყოველთვის იყო. ეს მთელი საქორწილო ცერემონია. აი მე ხშირად მსმენი ასეთ გამონათქვამი, რომ აი რა ბიჭები მეძლეოდნენ, რა გოგონები მეძლეოდნენ და რაღაც მსგავსი გამონათქვამები და მარკიც იყო აი ამ გამონათქვამის მიხედვით ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ეძლეოდა ანას და ვერ მოახდინეს რეალიზება თავიანთი ურთიერთობების. თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკურთხეველთან ანა კარგად ჩანს, რომ არ არის დარწმუნებული თავის გრძნობებში. თითქოს რაღაცას იილევს, რაღაცას მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს ეს ადამიანი. არა და რეალურად აი ამ საქმეს მართლაც კარგი დაფიქრება ჭირდება და კარგი გასიგრძე განება და ალბათ ზოგისთვის ეს ადრე დგება, ზოგისთვის ცოტა გვიან, ზოგისთვის კიდევ უფრო გვიან და ჩემი აზრით ყველა ეს გვიან არის თუ არა გვიან ეს ყველაფერი თავის დროზე არის. ამიტომ თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია ეს ყველაფერი და ანამ გადაწყვიტა, რომ მაინც იმ
სტერეოტიპულ აზროვნებას გაყოლილიყო და თავის დედისთვის დაეჯერებინა თუნდაც. თუმცა დედას ნაკლებად შეიძლება შეეხოს მე ის პრობლემები, რაც ანას დაუდგებოდა აი ამ ადამიანთან ურთიერთობებში. და სწორედ ის ადამიანები არის დასაფასებელი, ვინც ყველანაირად შეიყვარებს იმ ადამიანს, როგორიც არ უნდა იყოს ის დაბერებული, გაახალგაზრდავებული, დაპატარავებული თუ გადიდებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმის ეს ბოლო მომენტი ადვილად პროგნოზირებადი იყო, მაგრამ შეიძლება ასეც არ მომხდარიყო. და ის ბოლო წამს გაუნაცდა გონება ანას. და მე ალბათ ძალიან დიდ ბედნიერებას გავუშვებდა ხელიდან და მე ვეღარ დაიბრუნებდი. და იმ მომენტს დავაკვირდეთ ჩვენ, რომ იქ ეკლესიაში შეეძლო მარკს მოეტყუებინა და ანა ადვილად გაყვებოდა მას, მაგრამ მისი სულგრძელობა ზუსტად გამოჩნდა იქ, როცა მან ანას მისცა არჩევანი რეალურად ტყუილის გარეშე და ყოველგვარი მაქინაციის გარეშე მას თვითონ მიიღო გადაწყვეტილება და ღირსეულად ებრძოლა აი ამ ქალისთვის თუნდაც. ამიტომ აქ თვითონ რეჟისორმა, თვითონვეა რეჟისორი ეს ადამიანი, გადაწყვიტა, რომ რეალურად ტყუილი ყველაფერში ვერ დაგვეხმარება. არის მომენტები. ტყუილი ყოველთვის არ უნდა ვიკადროთ. დიახ. ხო, რავი. ტყუილი არის უკიდურეს გამოსავალი, რაც აი ამ ფილმში ჩანს, რომ ადამიანები თუნდაც ნიჰილიზმისგან ვიხსნათ, უკიდურეს გაჭირვებისგან ვიხსნათ. ფაქტიურად ის ამბობს მარკი თავიდან აი ამ ტყუილს, რადგან სახლის გარეშე რჩებოდა და შეიძლება რაღაც პრობლემები შექმნა ძალიან დიდი. ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა მაინც ჯობს, რომ არ იქნას გამოყენებული ეს ტყუილი და სიმართლეზე იყოს ეს ყველაფერი აგებული და აი ზუსტად აი ამ ფილმის მორალი არის ეს, რომ არ არის აუცილებელი ტყუილის თქმა კარგი საქმეების საკეთებლად. სალ ფილმის დასკვნითი ეტაპი, როცა მარკი მიხვდება, რომ ამ სიმართლით გაჯერებულ სამყაროში მარტო არ არის. და იქ ხედავთ უკვე პაწაწინას, ხო? მის შვილს, რომელიც ფაქტიურად მისი ალტერ ეგო არის და მის მეუღლეს, რომელიც ბავშვის მოლოდინში. კიდე ერთი ბავშვის. და მეორე ბავშვის თუ ტყუბები არა. მოლოდინში არის და აი იქ ჩანს რა არის ნამდვილად ბედნიერება. ვის როგორი შვილი ეყოლება, ვის რანაირი ცხოვრების წესი ექნება, აი ის ჩანს. ყველაფერი როგორი ბედნიერები არიან ისინი და ეს ბედნიერება ღირს აი იმ გადაწყვეტილებად, რაც თქვათ ანამ გააკეთა ის ბედნიერია ამ ადამიანებთან და ჩვენ არ ვიცით ალტერნატიული მომავალი როგორ განვითარდებოდა აი ვისაც მიყვებოდა თქვას ეს ადამიანი. შეიძლება იქ უფრო კარგად ყოფილიყო თქვათ და ლამაზი და ისეთი ბავშვები ყოლოდ, თუმცა ეს ბავშვი ძალიან საყვარელი და ძალიან ლამაზია ჩემი გადმოსახედით. ის გენეტიკა, რაზეც ანასაუბრობდა მთელი ამ ფილმის განმავლობაში ძალიან კარგად ჩანს ამ ფინალურ ეპიზოდში. როცა მამისგან გენეტიკურად გადაეცა ტყუილის თქმის ნიჭი. ალბათ დედის სადილი უგემური იყო და ბავშვი როგორ ატყუებს დედას, რომ ძალიან გემრიელი იყო. მარკიც აღარ დარჩა მარტო სამყაროში. თანამოაზრე ხავს უკვე საკუთრებაში. თანამოაზრე და სავარაუდოდ აქ უბრალოდ ერთ კონკრეტულ ოჯახშია საუბარი და გამრავლდებოდა რა თქმა უნდა ტყუილის თქმელები და აი ამ ტყუილს თუ დავაკვირდებით ახლა რა დააშავა თქვათ აი ამ პატარა ბიჭმა თუ დედას უთხრა რომ ძალიან მოეწონა ეს საჭმელი საკვები რაც მოუმზადა მან პირიქით მან დედას 100 ამოუნა და მისცა იმის საშუალება და სტიმული რომ კიდევ უფრო კარგი საკვები მოემზადებინა. თუ სხვა კუთხით შევხედავთ თუ ეტყოდა რომ არ იყო გემრიელი, მაშინ შეიძლება ანას უკეთესი მოემზადებინა. ანუ რაღაც კუთხით გაჩნია როგორ ეტყოდა. კი. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა თუ კონკრეტულ მომენტს ჩაუღრმავდებით, როცა უკვე წინ ედგა ეს საკვები, მან გადაწყვიტა მამის მსგავსად, რომ იმედი ჩაესახა დედისთვის და უფრო კარგად მოქცეულიყო, ვიდრე ის რომ იქვე ეთქვა, რომ ყველაფერი ცუდად იყო. თუმცა შემდეგ სიმართლის კუთხით შეეძლო გაეკრიტიკებინა დედა, რომ უფრო უკეთესი მოამზადა. ანუ ეს არის ადამიანის ხასიათის გაუმჯობესებაზე. ეს ფილმი არის ადამიანის ქცევის დახვეწაზე, ხო? როგორ შეიძლება
ეს იარაღი შენი ქცევა სასიკეთოდ გამოიყენო და როგორ შეიძლება ეს ქცევა ცუდად გამოიყენო, უარყოფითი თვალსაზრისით გამოიყენო და ჩვენ რა მისიაც გვაქვს ზოგადად ადამიანები უკეთესები უნდა იქცენ, შეიძლება ზუსტად აი ამ ტყუილის, აი ამ იარაღის მეშვეობითაც უკეთეს ადამიანად იქცეს, აი თუნდაც მარკი. რომელსაც ყველას სიკეთე გაუკეთა ჩემი აზრით და ცდილობდა რომ ადამიანებისთვის სიამოვნება მიენიჭება. ჩვენს ირგვლივაც არიან მარკები? მე ეს მარკები არა, მარკი მრავლობითი. მარკები არიან. კი, არიან და შეიძლება ჩვენც ვიყოთ გარკვეულ მომენტში და მინდა რომ ადამიანებმა ეს ხერხი მხოლოდ სასიკეთოდ გამოიყენონ და პირველ რიგში როგორც ვამბობთ ხოლმე ხშირად ჩვენი თავებიდან დავიწყოთ ეს ყველაფერი. ტყუილი არის ისეთი რაღაც, რაც ადვილად ვლინდება, რაც ადვილად გამოჩნდება, შემდეგ და მოკლე ფეხები აქვს ტყუილს. ძალიან და ამიტომ მაინც სიმართლის თქმა სჯობს ყველა შემთხვევაში. მაგრამ არის რაღაც მომენტები, როცა შეგვიძლია რომ აი ეს ხერხი გამოვიყენოთ კეთილი თვალსაზრისით, თუნდაც ადამიანებს რო ვასიამოვნოთ ან გავამხიარულოთ. ზალ, ხომ არ ფიქრობ, რომ ფილმის მეორე ნაწილი გველოდება, თუნდაც ანა მეორე შვილის მოლოდინშია და მათი ოჯახური თანაცხოვრება ან თუნდაც აი ამ სამყაროში გამჯდარი ტყუილებით როგორი შეიძლება იყოს? ფიქრობ რაღაც პროცენტით რომ შეიძლება ვიხილოთ მეორე ნაწილი თუ სავსებით საკმარისია და აქ უნდა ფიქრობ რომ არ გააგრძელებს ეს ადამიანი ამ ფილმს, მაგრამ ჩვეულებრივი რეალური ცხოვრება იქნებოდა ნელ-ნელა უკვე ახლოვდებოდა ის მომენტი, როცა რეალობა იქნებოდა გარკვეულ შემთხვევაში ტყუილის თქმა და უკვე ეს აღარავის აღარ გააკვირვებდა ჩემი აზრით. თუმცა საინტერესო იქნებოდა ამ ფილმის გაგრძელების ხილვა. მაგრამ ორიგინალურობის თვალსაზრისით ის პირველი ნაწილი იმდენად ორიგინალურია და იმდენად თვალწარმტაცია, რომ უნდა დარჩეს ასე ხელშეუხებელი. ჯამში რომ შევაფასოთ ეს ფილმი, ღირებულება ერთხელ უკვე თქვი მთავარი გზავნილი ვის ურჩევ რომ იხილოს, თან უქმეები მოდის შესაბამისად იპოვიან ამის დროს და ახლა საათი და 40 ყველა უნდა იხილოს ეს ფილმი, ბევრი ალეგორიული სცენებია, ბევრი რამ არის ძალიან კარგად წარმოჩენილი და ყველა სიტყვას და ყველა მომენტს ეპიზოდს თავისი როლი აქვს. ბევრ რამეში გამოვიყენებ მე პირადად და არ აქვს უშუალობა ასაკს ყველას ეს სიამოვნება ვფიქრობ აი ამ ფილმის ხილვა და კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანებს იმაზე როგორ შეიძლება შენი ქცევით ადამიანებს ცხოვრება შეუმსუბუქო. ძალიან კარგი. ამ პერიოდის მანძილზე ვიდრე არ ხვდებოდით და ხა არ ქონდა ფილმებზე საუბარი, თუ პოულობდით დროს რომ ფილმები გენახა რაღაცები გადაგემეორებინა ან რაღაც სიახლეებს შეჭიდებოდი. გამოგიტყდებით ნანა რომ მიდის სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. გამოგიტყდებით რომ რაც ჩვენს გადაცემას ასე ვთქვათ ვეღარ მუშაობდით აი ამ გადაცემაზე უკვე ნაკლები ინტერესი მქონდა ფილმებისა, თუმცა ვუყურებდი. უფრო მეტად ვუყურებდი ცნობილი ფილმების ცნობილ ეპიზოდებს, მაგრამ ჩვენს გადაცემას ჰქონდა მამოტივირებელი ფუნქცია. კვირაში რაღაც ერთი ახალი კინოსურათი გვენახა. ხო. და უფრო მეტად ფიქრობ, რომ გავააქტიურებთ აი ამ საქმეს და კიდევ უფრო მეტად ჩაუღრმავდებით საინტერესო ფილმებს, რადგან ფილმები ჩვენ უკეთეს ადამიანებად გვაქცევენ და გლადიატორი 2-ს თუ უყურე? არა, საინტერესო იქნება თქვენი აზრით. ხო, არ მეყურებია, გითხრა. არის გახოვილი ქართული მაყურებლებისგან. ხო, ეს კრიტიკის ქარცეცხლით ზოგადად მე მიმაჩნია, რომ მაინც სუბიექტურია ყველა ასპექტთან მიმართებაში, ყველა კონკრეტული საკითხი აუცილებელია, რომ ყველა კუთხიდან დავინახოთ და ზოგადად ეს კრიტიკაც გარკვეული პიარის ხერხია, ამიტომ თლად ბოლომდე ვერ დავუჯერებთ ამ კრიტიკასაც. ჩვენ ჩვენებურად უნდა განვიხილოთ და შევხედოთ აი ამ საქმეს ყოველი მხრიდან. და როცა იხილავ, ძალიან მინდა რომ გამიზიარო შთაბეჭდილებები, თავადაც დაიმსახურებს მოწონებას თუ რაღაც მომენტში აუცილებლად გავაკეთებ. ადამიანი ვინც მადლიერი იქნება ფილმის გაგრძელების მაქსიმუმს. მაგალითად, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი სტუმარი, მინდა რომ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. მე ძალიან ფილმები
ვისაუბროთ მათზე და თუ კი ჩვენი მეშვეობით თუნდაც რამდენიმე ადამიანი მაინც გაიგებს ფილმის არსებობის შესახებ, შემდგომ დროს იპოვის, იხილავს და რაღაცაზე დაფიქრდება ჩვენთან ერთად, ამით ცუდ საქმეს არ ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, არც დღეს დავაშავეთ რაიმე. მე დავწმუნდი, რომ ჩვენს გადაცემას უფრო მეტი მაყურებელი ყავდა, ვიდრე მე ეს წარმომედგინა, რადგან ერთ-ერთ ინტელექტუალურ შოუში ჩვენი გადაცემის მიხედვით დაწერილი კითხვა შემხვდა და ეს ადამიანები არ ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოდან გვადევნებენ თვალყურს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ რამდენიმე ადამიანზე, მაგრამ გაცილებით დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გვიყურებს და შეიძლება რაღაც მოწონდეთ ჩვენს განსჯაბაასში. მოვიკითხოთ. სრულიად საქართველო, ყველა ის ერთგული ტელემაყურებელი, ვინც გვიყურებ და ყველა ის, ვინც იმეც დავიტოვებ, დავიმსახურებ და შეგვიყვარებს მომავალში და დაგვიმეგობრდება. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი და დარწმუნებული ვარ იმეც დავიტოვებ, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს. ამჯერად უკვე თქვენ დაგითმობთ რიგითობას, თქვენ შეარჩიოთ ფილმი და შემდგომ გადმომეცით ეს. ვისაუბროთ. კი ბატონო, დღეისათვის დაგემშვიდობები, დროებით ზალ, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ზალ ხონელიძე იყო გადაცემის სტუმარი, ჩემი და თქვენი ურთიერთობა კი რა თქმა უნდა გაგრძელდება. ორ შაბათს დარჩით ჩვენთან ერთად, გადმოერთეთ მეგაზე და მოკლედ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაბრუნდა ტელეკომპანია მეგატივის პირდაპირ ეთერში გადაცემაში უოთხე ქუთაისში ორ შაბათიდან პარასკევამდე შეგიძლიათ გვადევნოთ თვალყური 13 საათიდან. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის.